ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება აბიტურიენტებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდა დღესაც 2 სესია წერეს. გამოცდაცდელები მოსულ საკითხებს საშუალო სირთულედ აფასებენ და წარმატების მოლოდინი აქვთ. რაც შეეხება გამოცდების მიმდინარეობას, გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორი აცხადებს, რომ აბიტურიენტებს საგამოცდო საკითხებზე მუშაობა მშვიდ ვითარებაში მოუწიათ. ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 შაბათს 7 ივლისს უცხო ენების, ინგლისურის და რუსულის გამოცდით გაგრძელდება. დღევანდელ დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის ბოლო სესიის გამოცდა გორის საგამოცდო ცენტრში პირველ სესიაზე 494 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული და 478-მა იმუშავა ტესტზე, მეორე სესიაზე 492 დარეგისტრირებული აპლიკანტიდან 474 გამოცხადდა ცენტრში. სარეგისტრაციო პროცესმა მშვიდად ჩაიარა. არ ქონია დაგვიანების შემთხვევა და ამით აბიტურიენტებმა დაასრულეს თავისი პირველი საგამოცდო საგანი ქართული ენა და ლიტერატურა. ამის შემდგომ უკვე ველოდებით 2 შაბათს უცხო ენების გამოცდებზე. რამდენიმე უცხო ენის გამოცდა ჩატარდება: ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული. გამოცდა გამიადვილა კი, თემა იყო მთვარიანი ღამეზე დავწერე თემა. მთლიანად არ დამიწერე, რაღაც ისინი და გამოვაკელი, მაგრამ დიდი ალბათობით, არ ვიცი, ალბათ ნახევარს მაინც ავიღებ.